კომპანიის სამეფოდან მოგას მოგახსენებთ მოგზაურებისთვის. თქვენ ალბათ გაიცანით, რომ ეს არის ჩვენი პროექტის თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც დაფინანსებულია ფრიდრიხ ნაუმანის გერმანული ფონდის მიერ. Ჩვენ პროექტი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად მოიცვა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის იყო გრიგორ-ოვაკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში ვიყავით გასულები, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში და შესაბამისად საკმაოდ დიდი და კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენ პროექტს სტუდენტებისთვის და 700-მდე სტუდენტს გავაცანით ჩვენი პროექტი და აქვთ ვიმუშავებთ არა მარტო პრეზენტაციის რეჟიმში, არამედ კითხვა-პასუხების რეჟიმშიც, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მოხსენებლები იქნებიან ჩვენი ორგანიზაციიდან თვითონ ბატონი რამაზგელიანი, ორგანიზაციის პრეზიდენტი და ირაკლი მაკალათია ამ პროექტის ექსპერტი და მოწვეულ სტუმრებში არის ბატონი იოსებ ბაჩიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე პროფესორი და ბატონი ივანე ჩხაიძე, საინვესტიციო კომპანია ვანუდა კომპანიის პრეზიდენტი, ასევე ეკონომისტი. ბატონ რამაზ ხო? მინდა შემოგვიდება გამოხატო აკადემიური საზოგადოების მიმართ. ასაკეთებელი მადლობა მინდა გადავხატო ძალოსობიდან მომზადებულ სტუმრებს. აგრეთ ბატონ იოსების შესაბამისად აქცენტად პრეზენტაციისთვის დროს აკითხავს. აგრეთვე თითოეულ სტუმარს, რომელიც მოგზაურობს ძალიან უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ყველა არის გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თვითონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ეწევიან და თავის მოსაზრებას მოგახსენებენ თვითონ პროექტის რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლება და მათ შორის ძირითადი საუბარი მიმდინარეობდა მის მთავარ ფუნდამენტალურ მახასიათებზე, როგორიც არის კერძო საკუთრება და ჩვენ სწორედ დღეს გვექნება გამახვილებული ყურადღება კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მინდა შემთხვევების სარგებლოდ ამბობა გადავხატო კეთილაერის, რომელმაც გარკვეული თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის წარმატებულად განხორციელებაში. პირდაპირ თემაზე გადავალთ, უშუალოდ თავისუფლებით, მოგეხსენებათ, რომ თავისუფლება ის ძირითადი ელემენტია, რომელმაც რეალურად კაცობრიობა დღემდე მოიყვანა, შესაბამისად მეცნიერულ დონეზე რო ვისაუბროთ, ალბათ საყოველთაოდ ცნობილია, თუნდაც ოდით გამო თუ რამე სახის კონფრონტაცია რაღაც შეხება იყო სახელმწიფოებს შორის, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის, ორი რამის გამო ხდებოდა ეს გახლავთ ერთის მხრივ თავისუფლების დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ ალბათ ადამიანები იცავდნენ თავის, ისე ვთქვათ, კერძო საკუთრებას, ან მისი კეთილყოფა ხდებოდა, ან პირიქით. შესაბამისად, აქაც ჩანს უშუალო კავშირი თავისუფლების და კერძო საკუთრების, თუ რამდენად არიან ისინი ერთმანეთთან კავშირი, რაოდენ მნიშვნელოვანია თავისუფლება ზოგადად საზოგადოებისთვის. უპირველეს ყოვლისა აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლება ადამიანში ადეს პიროვნებას, რომელსაც უნდა რომ ყველა სიკეთეს ფლობდეს თავისუფლად. საკურველია მადებლობებსაც მოიაზრებს, რაც გულისხმობს, რომ სხვა ადამიანის პიროვნულზე თავისუფლებასაც უნდა ცეთ პატივი და შესაბამისად ამის მიმართულებით შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებობს მორალური გარკვეული საზღვარი, ვინაიდან აქტიური თავისუფლება არ შეიძლება იყოს შემოფარგლული გარკვეული ესე ვთქვათ საზღვრებით, მას გააჩნია მხოლოდ ამ შემთხვევაში მორალური საზღვარი, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეს გახლავთ. ნუ ვინებდებთ სხვისთვის იმას, რაც დაუშვათ საკუთარი თავისთვის არ გნებავთ ამ პირიქით. შესაბამისად, როდესაც საუბარია თავისუფლებაზე და თითოეული თავისუფალი ადამიანის როლზე მთლიანად საზოგადოებაში, ხატოვნად ვთქვათ, შეიძლება თავისუფლება წარმოვიდგინოთ როგორც წმინდა სანთლის ნათება, როგორც სანთელთა ერთობლიობა მათი წმინდა ნათება არ მოდის წინამდებობაში ერთმანეთში, ასევე თითოეული ადამიანის თავისუფლება წინამდებობაში არ მოდის, არამედ პირიქით თავის ღვთიურ დონეზე თითოეული ადამიანის თავისუფლება აძლიერებს სხვა ადამიანთა თავისუფლებებს. შესაბამისად, თავისუფლების ფენომენი დიდხანს უარ ვისაუბროთ, ვინაიდან აქ ყოფი საზოგადოება ძალიან კარგად ეკვრება ამ ფენომენში, პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ თვითონ რა ზეგავლენას ახდენს თავისუფლების საკითხი, ეკონომიკური თავისუფლების საკითხი, თვითონ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. ჩვენ აქ შეგვიძლია პირდაპირ გარკვეული მონაცემის საფუძველზე გადავიდეთ
განხილვაზე, თუ როგორ მოქმედებს სამი ძირითადი სეგმენტი, ეს გახლავთ სახელმწიფო სფერო, საზოგადოებრივი და ეკონომიკური აგენტების ეს თქვა მოქმედება, ანუ ძირითადად თავისუფლება შედგება სამი ესე თქვა ელემენტისგან, როგორიც არის პოლიტიკური თავისუფლება, როგორიც არის ადამიანის საზოგადოებრივი თავისუფლება და როგორიც არის ეკონომიკური თავისუფლება. ამ სამი თქვა სეგმენტის ურთიერთთანაქმედება გვაძლევს სწორედ ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალურ არეალს, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ პოლიტიკიდან შემცირდეს ან გაიზარდოს. შესაბამისად, მისი ზრდის და შემცირების ტენდენცია არის იმაზე დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში უდიდესი ნაწილი არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს დაუშვათ ამ შემთხვევაში სახელმწიფო რამდენად უწყობს ის ხელს ეკონომიკურ თავისუფლებას. პირველად თუ ავიღებთ, რომ სახელმწიფო ზრდის თავისი ადმინისტრირების დონეს, ამ შემთხვევაში დაუშვათ და B1 მიმართულებიდან ვერტიკალურ ღერძზე მოცემული გვაქვს თავისუფლების შესაბამისი შკალა, EB არის სახელმწიფოს ან პოლიტიკური თავისუფლება, თუ იზრდება პოლიტიკური თავისუფლება, ამ შემთხვევაში დასაკვირველია ამის ფონზე ეკონომიკურ თავისუფლებას და პიროვნულ თავისუფლებას უწევს ყველგან მიმართულებით შემცირება, შესაბამისად მცირდება ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური არეალი, ეს არის სიტუაცია, როდესაც რეალურად სამომავლო ფასები იზრდება იმ ფონზე, როდესაც მოგება მცირდება. მარტივი მაგალითისთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ დაუშვათ და საგადასახადო გარკვეული პოლიტიკა, როდესაც გარკვეული პროცენტებით იზრდება დაუშვათ გადასახადები, ის რაზე გავლენას მოახდენს თვითონ ეკონომიკურ თავისუფლებაზე და ბიზნეს აქტიურობაზე. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთ ვითარებაში უპირველეს ყოვლისა ეს ზეღავინას ახდენს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც, პირველ რიგში როგორც წესი დანაზოგის და მოგების ურთიერთკავშირი საკმაოდ ცნობილია, ზეგავლენას ახდენს ის საინვესტიციო პოტენციალზე და უპირველეს ყოვლისა აქედან გამომდინარე რეალურად ქვეყანაში ის სიკეთეები, რომლებიც შეიძლება მივიღოთ გაზრდილი ეკონომიკიდან მცირდება. უშუალოდ შეგვიძლია აი ამ მოკლე ანალიზის შემდგომ ჩვენ გადავერთოთ კერძო საკუთრების თემაზე, ვინაიდან ისეთი ქვეყნები, როგორც არის პოსტსოციალისტური სივრცე და კონკრეტულად კი ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ამ სივრცის წარმომადგენელია, ყოველ შემთხვევაში ისტორიულად მაინც აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კერძო საკუთრების ფორმირების საკითხი, ვინაიდან უზარმაზარი რესურსი თავის დროზე სახელმწიფოს დარჩა მემკვიდრეობით და შესაბამისად მისი ფორმირებაა საჭირო კერძო მესაკუთრეთა ხელში და ცნობისთვის მაინც გამეორდები, საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალური პრინციპი არის კერძო საკუთრეთა ფენა, კერძო საკუთრებაზე დგას და არა მარტო კერძო საკუთრებაზე, არამედ კერძო საკუთრების დომინირების პრინციპზე. თუ ეს პრინციპი არ სრულდება, მაშინ ალბათ საბაზრო ეკონომიკაზე ცოტა არ იყოს ზედმეტია საუბარი და აღნიშნული თემაზე, რაც შეეხება უშუალოდ კერძო საკუთრებას, ბატონი ვანო და ბატონი მაკალათია კიდევ უფრო ცვლად მონაცემები გვესაუბრებიან აღნიშნულთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ მოგზაურებული თხოვნა იქნება ბატონ იოსებთან, რომ აგვიხსნას ეკონომიკის და კანონების ურთიერთობა. თხოვთ ბატონ იოსებ, ერთი-ორი რესურსი. Kovna, Anta Kopun, Şöyle Sakız Kalkısabızdan. Anta Kopun, Tasyamana Üdal'ın bütün temadız. Çetin amelet, olsun zaman bütünleri iyi konuştu. Yaşı Anta Kopun sikini var. Sözleri karlarlıkta bilmem. Abi arşiv, filosofi, roman filosofi, საკითხია, სადაც არ ყოფილა ფილოსოფოსი სოფიოში, ცოტა თუ ბევრად ცნობილი, რომ ამ საკითხებისათვის ამიეწონა ძალიან დიდი დრო და ყურადღება. მაგრამ ჩვენი მომდენი ვითარება უფრო პროზაულია და თავისუფლების პრობლემა რა თქმა უნდა დაკავშირებულია საკუთრებასთან. უშუალოდ აწდება სხვადასხვა შემზღუდავ ელემენტებს. ეს არ არის მარტო კანონმდებლობა, ეს უბრალოდ რეალური ცხოვრებაც არის. ძალიან ხშირად კანონმდებლობა
კავალზე კარტია და რეალურ ცხოვრებაში პასუხათი ხდება. ჩვენ ორივე ჭირს. ერთი ის, რომ კანონმდებლობა მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს განსაკუთრებულად საკუთრების დაცვის თვალსაზრისით და მისი რეგულირების თვალსაზრისითაც და მეორე მხრივ ის რაც არის კარგი და პოტენციალურად კარგი სიგანთარებად შეიძლება ის რეალურ ცხოვრებაში რამდენად კარგად სრულდება. ამიტომ სამართალი და ეკონომიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაბმული ერთმანეთთან. სამართალს როგორც ასეთი თავისი ფორმა არ გააჩნია, თავისი შინაარსი არ გააჩნია. სამართლის არსი, სამართლის ფორმა არის მისი ფორმა, ანუ ფორმა არის მისი შინაარსი. სამართლის შინაარსი არის ის, რასაც ის არეგულირებს, რასაც რა ფორმასაც, რა ურთიერთობასაც ის აღწევს ფორმას. ელემენტარული რამე, თუ გავსაუბრეთ, რომ ეკონომისტები გავსაუბრებენ, რომ დაღელი უნდა იყოს 20 ან 15 ან 10%, ეს ეკონომისტების საქმეა. ანუ ეკონომიკური გაფრთხილების შედეგად მიღებული დასკვნები. მაგრამ იმან რომ ცხოვრებაში მუშაობს, უნდა მიიღოს სამართლებრივი ფორმა. თუ ის არ მიიღებს სამართლებრივი ფორმას, ის ეკონომიკის ვერ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში. ეს ტრანსფორმაცია არის ძალიან რთული. სამუდროდ ყველაზე გონია რომ განვიწერა აბელია. ეს ძალიან რთული პროცესია, ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს და უშეცდომო ქმედებს მოითხოვს. აი ეს ფორმა, როდესაც გარდაიქმნება ეკონომიკა, სამართალი. ეს სამართლის შინაარსი არის ეს დღეს პროცესი. მას ცალკე სამართლებრივი ფორმას ან კანონს სხვა შინაარსი არ აქვს. მაგრამ იურისტის საქმე იწყება მაშინ, როდესაც პირველი ეს აი ამ შინაარსმა უნდა მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ფორმა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია. უნდა შეიქმნას მექანიზმი მისი რეალიზაციის. ერთგანად და მეორეგანად ძალიან ბევრია პრობლემა. ელემენტარული საკითხებიდან იწყება პრობლემები, როდესაც ადამიანი მაგალითად უბრალოდ თავის საკუთრებაზე პრაქტიკულად ეულებიან მოაზრს. ჩვენ ამის წინათ გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ მაგალითად ელემენტარული მაგალითი თქვენი თანხი, თქვენი ენერგიით, თქვენი კოლები დააყუზნეთ, დაუშვათ სანქციოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ეს ყველაზე საუკეთესო მაგალითია, თოთლად თამი და უყვავი და სანქციოს საზოგადოება. ელემენტარული რამე დაყოფილია, დაუშვათ 23 კაცი შეიკრიბა, ვიფიქრეთ რაღაცის გაკეთება და დააყუზნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. დანიშნეს ვინმე პეტრე დირექტორი. ეს პეტრე კეთილშინდისელი ადამიანი. ხო ხდება ხოლმე ეს რა? ძალიან ხშირად, მე მგონი უფრო ხშირად ასე ხდება, ვიდრე სპანელი. ეს დამფუძნებელი იდის და ეკითხება პეტრეს, რომ აჩვენი შენი მოქმედების ვთქვათ ინფორმაცია მინდა ჩემ საწარმოზე მივიღო. მე სხვა ჩემ ფულთან ხო საწარმო ჩემ კოლეგთან. ხო და მქონდეს უფლება რომ მივიღო მე ინფორმაცია. კანონში წერია რომ ეს ამის უფლება აქვს. არ მაგდროს პეტრე მე ამ ინფორმაციას. ერჯერ ვთხოვე, ორჯერ ვთხოვე, სამჯერ ვთხოვე. ბოლოს რა უნდა გავაკეთო? ველაპარაკები ჩემ პარტნიორებს. ვერც ისინი ვერ იღებენ ამ ინფორმაციას. ან ერთი იღებს მეორე. აი
იმისათვის რომ ეს ინფორმაცია მივიღო, თუ ვერ შევთანხმდით ამ მეტრეს განთავისუფლებაზე. დაახლოებით 2 წელიწადნახევარი გჭირდება. რომ სასამართლო საბოლოოდ გამოიწვიოს გადაწყვეტილება და დაავალოს პეტრეს, რომ მე მომცეს ის ინფორმაცია, რომელიც მე მოვიტოვე. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი საწარმოო, ჩემს მიერ დაგავიწყდეთ. აი, ჩვენ ლაპარაკობდით, საკუთრების პრობლემაზე და თავისუფლებაზე, რა. მაგას საკუთრება. ჩვენ თავი რაღაც დონეზე თავისუფალი ვიყავ, ხო? აღმოჩნდა ამბობენ. და როგორ შეესაბამება ესეთი რამეს? ასეთი მომენტები შემიძლია მოყოლოთ ძალიან ბევრი. ეხლა ამაზე დროს აღწერა და თქვენ თვითონაც ეს ხოლმე ძალიან კარგად იცით. არაფერი საჭიროება და ძალიან კარგი ნაბიჯია გადადგმული თავისი თემატიკით, თავისი შინაარსით. ხოლო ერთი რჩევა მაქვს, რა ვიცი რაღაცა, აი ესენი დავიკითხები. ეს პატარა მონატრები. პოლიცია და შემდეგ სოციალური სამართლიანი. ალბათ ცოტა უფრო ყურადღებით იყო გაკეთება საჭირო, იმიტომ რომ სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის ავტორებიდან არის კომპილაცია გაკეთებული და რა თქმა უნდა ისინი ერთმანეთს გამოდიან დინამიკობაში. ფონდის არის, ჩვენი არ არის და უბრალოდ ფონდმა ხოვა რომ დაგვერიგებია. მე არ ვიცი, ისი აქვს. ჩვენც გეთანხმებით. ხო, იმიტომ რომ ფაქტის წერია რომ თუ ამით უფრო რეკლამა გაუწიოთ ბატონიოსად. ფაქტის წერია რომ თუ ადამიანი თვითონ იკეთებს თავისი სურვილი ნარკოტიკს, ყველა სხვა თავი უნდა დაანებოს და განვიდოს მან ნარკოტიკის დარღვევა. პირდაპირ წერია ეს ფონდის არის შეშუაში არა ვარ. კლასიკური ლიბერალიზმის სესია. ალბათ რომ მე არ ვიცი ეს ხო, ეს ვიცი, მაგრამ თავის მომყავს არ არის კლასი თავისუფლად. და დიდი ფილოსოფიური პრობლემა, ძალიან მაღლა და ასე ადვილად თუ იმას გავაარდნით დამსახურებას, იმიტომ რომ ეს კომპილაციები სხვაგვარად იმავე თემაზე შეიძლება სხვადასხვა ავტორების კომპილაცია მოიყვანოს, რომელიც 180%-ით და ისინი დიდი ფილოსოფოსები. რომ აქ ჭეშმარიტების ზღვარი ცოტა სხვადასხვა არის. ამ მხრივ ერთადერთი ჭეშმარიტება არის, რომ კერძო საკუთრების გარშე და ზოგადად საკუთრების გარშე თავისუფლება არ არის. Seriously, Mangaldi. Left behind information English. Partly, Katas Example on themselves. And how to play the classics. Umitsut. How to play the classics. Only about from 20 years. No doubt to know after the side of Araga, but a bit of Cheva Peldos, the family house, how to play the East. ამის შემდეგ ხდება ასე ვთქვათ გრანდიოზული მოწოლა ქალაქ ლონდონში ლეხობის, იმიტომ რომ ქალაქი იყო და რაღაცა იმედი ჰქონდათ რომ როგორც ჩვენთან ახლა ემაზე არის. დავას ბაზრობასთან ფაქტი იყო და ახლობით ასეთი არა ბევრად უფრო დიდი მასშტაბების. ლონდონში გავრცელდა მათხოვრობა, ყაჩაღობა, იმლავრა კრიმინალმა, იგივე მეფე 7 დღე შედის ლონდონში, იგივე მეფე 40,000 ბოთს არტყნებს გზაზე და მათხოვრებს კიდევს ამ პროცესზე იმის გამო, რომ ისინი მათხოვრები არიან. აი თვითონ შექმნა კაცმა საერთოდ არ არის აბანდის ეხას აბანდის
ადამიანებს გაქრულ და ეს არაკროდნენ აღასრულდნენ და ვთქვათ, რომ ეს ხალხს დაენახა, იმიტომ მართლავდნენ უცებ, რომ ხალხს უნდა დაენახა, რომ მე როგორ ყდებიან. აი ეს იყო საერთოდ შემაწუნებელი რამ. ჯერ ამ კაცმა თვითონ შექმნა საფუძველი მოსაფუძვლელი გამართულებული და თან დიდი ლიბერალი სახელმწიფო გაანთავისუფლა ეს გლეხები გაანთავისუფლა ამ საზღვარი ფეოდალების წყალებისაგან და ვინც ამ თავისუფლება და უნდა წადიდო, უნდა გააკეთებინო, მაგრამ მიწათმენი არ არის. და 3 წლის მერე ასე ვთქვათ ეს მათივე ჩამოწუდა რატო გამართულებით. აი მე ეს მაგალითი იმიტომ ასეთი მაგალითები ბევრია. ინგლისის კარგოც, გერმანიის, საფრანგეთის მე ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე. ჩვენმა სახელმწიფომ დაახლოებით 1000 ასე ვთქვათ სიძაბლით არ გაკეთებულა ეს პროგრამა, მაგრამ ასე მოუვიდა ასე ვთქვათ. თუ ჩვენ დავამდალოთ მდგომარეობაზე ვლაპარაკებთ, რა თქმა უნდა საკუთრება უნდა დაცული იყოს, მაგრამ ეს მარტო დაცვაზე აღარ ლაპარაკი, როგორ უნდა შევქმნათ ეს საკუთრება, ეს სიმდიდრე უკვე იმაზე არ ლაპარაკი. ან თუ არსებობს ეს სიმდიდრე ქვეყანაში, როგორ გახდეს ეს ხელმისაწვდომი. ამას შეიძლება ბევრი ნაცადი ხერხები არსებობდეს, ბევრი ნაცადი მეთოდები, მაგრამ შეიძლება სიახლეებით იყოს ამაში. ამ თემაზე შეიძლება დაუსრულებლად საუბარი საერთოდ ეკონომიკისა და სამართლის და საერთოდ საკუთრებისა და თავისუფლების შესახებ, მაგრამ ალბათ ეს ასეთის აუდიტორია რომ იყოს საჭირო და არც თუ აქამდე მოკლედ მინდოდა მე ინტერესებია გამოგესებინა ამ თემაზე და ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდები არიან ჩაბმული ამ თემატიკაში ზოგადად ასეთ აღდგომაში და უზრუნველყოფაში აღარ მოხდა ვიზ მცდელობას რომ რაღაც გაკეთდეს. აი დღეს ის რომ ჩვენად ვიქნებით და ლაპარაკობთ საუბრობთ ამაზე ერთმანეთს არ ზუსტად ეს უკვე საქმეა. უკვე საქმეა. აი ეს პოსულ დიდი მადლობა. მადლობა ბატონო. შეკითხვები თუ არის უბრალოდ გავაკეთოთ შეჯამება მოსწონებით. მაშინ ბატონო იდეა გითხოთ, right?